There you go. I am so unused to like the video selfie. გამარჯობა მეგობრებო. უკვე იცით რაზე ვლაპარაკობ დღეს და ახლა დავიწყოთ თავიდან. უკვე რამდენჯერ რომ მოვყევი ეს ისტორია, ასე რომ მგონი ემოციებისგან დაცლილი ვარ, მაგრამ მაინც შეუძლებელი ყველაფერი გადმოვცე. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ალბათ როგორც მილიონობით სხვა ბავშვი მთელ სამყაროში, მეც ძალიან მიყვარდა ჰარი პოტერი და სულ მიყვარს, იმიტომ რომ ისეთი რაღაცაა, რისგანაც არ გაიზრდები. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ აი სულ იმ სამყაროში ცხოვრობ და მაგიის გჯერა. არა, უბრალოდ ის მაგია არ არის უბრალოდ რაღაცა სფელების თქმა. ის არის მაგია მეგობრობის, სიყვარულის, ბოროტეს ძლია კეთილმა და ასე შემდეგ. ამიტომ ყოველთვის გიყვარს ის ისტორია და გინდა დაუბრუნდე და რაც ალბათ რატომაც ყველას ძალიან გვიყვარს ჰარი პოტერი, ვისაც გვიყვარს დღემდე, არის ის რომ როდესაც იმ სამყაროში ბრუნდები, ისევ თავს ძალიან დაცულად გრძნობ და ძალიან კარგად. მაგრამ ახლა ამ ყველაფერზე რო არ გავაგზავნო, ჰარი პოტერი მეორე ნაწილი ესეთი წიგნია, სხვადასხვა ძალიან ლამაზი წიგნია, გაჩვენებთ ახლა შეგნითაც რო გადახედოთ ძალიან მაგიურად მოგეჩვენებათ ესეთი სურათები აქვს, ესეთი ლამაზი ვარსკვლავები აქვს გარშემო და ესეც ლამაზია რა თქმა უნდა. და გარშემო gold foiling-ი ძალიან კარგია ხოლმე. ახლა ამ ჩემ წიგნს რომ გადავშლით აქ ვნახავთ ტომ ფელტონის ხელმოწერას. უფრო მეც ვაუბრობ ჩემს ემოციებთან დაკავშირებით შემდეგ, მაგრამ ახლა მინდა მოგიყვეთ როგორ მოხდა ყველაფერი. მოკლედ ზაფხულში ავიღე ბილეთები, პრისეილის რაღაცა ლისტინგზე ჩავეწერე, რომ როდესაც დაიწყებოდა ამ ბროდვეიში ჩვენება ტომ ფელტონის მონაწილეობით, ბილეთები ეგრევე მქონოდა. პრემიერის დღეს, ანუ შუაკვირაში დაიწყო 4 შაბათს არ ამიღე, იმიტომ რომ PhD-ზე ვარ, არ ვიცოდი რა responsibility-ები მექნებოდა, რა პასუხისმგებლობა მექნებოდა უნივერსიტეტთან და არ მინდოდა რომ შუაკვირაში ამიღო, ამიტომ ბილეთი ავიღე პირველივე შაბათს, როცა დაიწყო და წავედი მოკლედ ნიუ-იორკ სიტიში. მანამდე, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღე თან სიმართლე გითხრათ, იმიტომაც მინდოდა რამდენიმე დღე რომ ყოფილიყო, რომ გამეგო რა ხდებოდა. ჯერ მენახა ვიდეოები, რას როგორ აკეთებენ, აწერდა თუ არა ხელს, გამოდიოდა თუ არა საერთოდ ტომ ფელტონი და მე როგორ ყველაფერი ზუსტად მეცოდინებოდა როგორ ხდებოდა, მე მივსულიყავი და მე თუ გამეკეთებენ ყველაფერი. მოკლედ ვკითხულობდი რომ შეუძლებელია რომ შოუს უყურო და მე გამოხვიდე და შეხვდები, იმიტომ რომ ის ხალხი რომელზეც თუნდაც they didn't attend, ანუ თუ არ ყოფილან შოუზე, შეეძლოთ რომ იქ დამდგარიყვნენ. და ამიტომ შენზე წინ იქნებოდნენ, ხო რა თქმა უნდა, შენ სანამ შოუს უყურებ, ისინი რიგში ჩადგებოდნენ. მაგრამ ანუ ისე მოხდა რომ ერთი ღამე მქონდა ნიუ-იორკ სიტიში უშუალოდ, ასე რომ იმ ღამეს უნდა მენახა. თან აი მე აღარ გინდა აი რო უყურე და პირველი ემოციები, აი მე პირველ ემოციაზეც უნდა გელაპარაკოთ. მაგალითად, ვიდეოები ალბათ ნანახი გაქვთ, ვისაც გიყვართ, როგორი აპლოდისმენტებია, როდესაც პირველად შემოდის სცენაზე ტომ ფელტონი. ანუ შუა სცენა არის ჰარი პოტერი დგას და ტომ ფელტონი შემოდის და თავის ცნობილ სიტყვებს ამბობს, რომ Potter, ანუ ეგრე შემოდის, თან შემორბის და არ ელოდები, იმიტომ რომ კი ელოდები, ნანახი მქონდა რა სცენაში შემოდიოდა, მაგრამ ხო ჩართული ხარ და ელოდები და ჯერ ბროდვეიზე ცალკე ვილაპარაკებ, რა საოცარი შოუ იყო და ეს რო შემოდის, პირველად რო გამოჩნდება სცენაზე, დარბაზი დაინგრა, ოღონდ თავიდან ვფიქრობდი რომ არ შეიძლება ხელშუშლი მეთქი, მაინც უნდა calm down დავიწყნო რომ თავი მეთქი, მაგრამ იქ რო ხარ და რო ხედავ ტომ ფელტონი როგორ გამოდის სცენაზე, ისე ყვირი და ისე წივი და ისე კივი, რომ საერთოდ გავიწყდება რა თან რაც კარგია, ანუ თვითონ თუდად რეაქცია, იმიტომ რომ ლაივ ან თეატრია, ბროდვეი შოუა და რაც ასაცილო უნდა გაგეცინოს და რაც საწყენია უნდა გეწყინოს და რაც საყვარლობა უნდა თქვა და თუ გინდა ტაშაც დაუკრავ. და რამდენიმე ადგილი იყო კიდე, რაც ძალიან დამამახსოვრდა. ერთი იყო ძალიან გამიმართლა რომ მეორე ნაწილი წავიღე წიგნის, იმიტომ რომ ამ წიგნიდან იყო გამორევებული სცენა, დუელში რო გადიან ლოკჰარტი რო აქეთ დგას და სნეიპი რო აქეთ დგას და დრაკო და ჰარი რო არიან და დრაკო რო ეუბნება რომ scared Potter და ჰარი რო ეუბნება რომ you wish თან ესე უჭირავს. ხო და მოკლედ ეგ სცენა იყო გამორევებული, ახლა adult ჰარიზე და დრაკოზე და ძალიან კარგი იყო. კიდე shout-out-ი იყო ჰერმიონის და დრაკოს წყვილს, ანუ ეგ წყვილს ძალიან უყვარს, ძალიან ბევრი შიფავს, რა თქმა უნდა წიგნში არაფერი არ ხდება და არც ფილმში არ ხდება, უბრალოდ ძალიან ბევრს უნდა და ერთად რო ყოფილიყვნენ და ერთ მომენტში ბოლოში რაღაც ჰერმიონი ეუბნება ბიჭებს რა უნდა გააკეთონ და დრაკო ამბობს რომ I mildly enjoy being told what to do by Hermione თუ რაღაც ეგეთი, ანუ მოკლედ ჩემი აზრით shout-out-ი იყო მაგ ფანებისთვის.
მოკლედ რო დამთავრდა კიდე ვილაპარაკე ბროდვეი შოუზე მაგრამ ახლა გავიდეთ გარეთ ისევ და ისევ სანამ ტომ ფელტონზე გადავალ მინდა ვთქვა რომ ძალიან კარგი და გადასარავი და ჩემი შექება არ ჭირდება ბროდვეის მსახიობებს ისეთი მსახიობები თამაშობდნენ და განსაკუთრებით ანუ დრაკოს შვილს ვინც თამაშობდა ეს ბიჭი არის საოცარი იცით როგორ თამაშობდა როლს არ ვიცი ანუ არ ველოდი ეგეთ სხვები ხო ძალიან მაგრები იყვნენ მაგრამ ეს ბიჭი თან პატარა არ ვიცი რამდენი წლის არის მაგრამ აშკარად პატარა ბევრად უფრო მაგრად თამაშობდა აი როლი ისე შეთვისებული ისე თეატრალურად მოკეთ გადავირია ამიტომ გამოდიოდნენ სხვადასხვა მსახიობები მაგალითად ეს ბიჭი ამ ვიც დრაკოს შვილს თამაშობდა მაგას ლაპარაკე ასევე ალბუს ვინც თამაშობს ani ჰარი პოტერის შვილს ვინც თამაშობს ჯინის ვინც თამაშობს თან ხელს ვაწერინებდი ამ თავიანთ სახეებზე ესე ვთქვათ ამ შოუბიზის მერე მირტლი გამოვიდა ჰარი პოტერი გამოვიდა ანუ ჰარი პოტერს ვინც თამაშობს იმან მოაწერა ხელი და აი ესეც ძალიან საყვარელად დამრჩა. ახლა რაც მინდა ვთქვა ჯინიზე ერთი მომენტი იყო, სადაც მოკეთ დრაკო ამბობს, რომ ჩემი შვილი გაქრაო და რაღაცა დაიკარგა და ვეღარ ნახულობთო და თქვენი ანუ ძალიან ისეთი აჟიტირებულია, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ და ჯინი უღრიალებს, რომ my son is also lost თუ რაღაც ეგეთი ანუ inner Molly გამოვიდა, როდესაც ფილმი თუ ნახე გაქვთ Molly რომ ამბობს, რომ not my daughter you Bellatrix რონება. მოკეთ აი ეგეთი ვაიბი იყო, აქაც როდესაც ამან იყვირა, რომ ჩემი შვილიც დაკარგულიაო და ანუ რამენაირად ყველა ერთად ვიმუშავებთ და გამოვასწორებთო და დამიწყნარდიო და მსახიობს უთხარი ეგრა მეთქი ძალიან კარგი მომენტი იყო მეთქი და ალბათ ნუ Molly-ს ძალიან გავდა Molly-ს სცენას მეთქი და კიო მაგისთვის იყო ზუსტად რომ აი იმისთვის ესე თავი დაიკრათ მოკლედ იმ სცენისთვის. ასე რომ სხვა მსახიობებიც გამოდიან, ოღონდ სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ალბათ დამოკიდებულია როგორ გრძნობენ თავს, არ ვიცი სკეჯულში რა აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ მოკლედ დრაკო მალფოი შაბათამდე ყოველდღე გამოდიოდა. ახლა კი უშუალოდ როსაც გამოვიდა ტომ ფელტონი. ანუ ვიდეოში ნახავთ? არ ველოდი, იცით როგორ იყო? ზუსტად არ ვიცი ვინ როდის გამოვა, მაგრამ აი ვიდეოს ვიღებდი და ჩანს ვიდეოში როგორ ბაჩა მომივარდა, იმიტომ რომ გამოვიდა და აი ესე ჩამიარა, იქით იმიტომ წავიდა რომ იქიდან იწყებს ხოლმე და მე ბოლოსკენ მიდის საიდანაც იწყებს, იქ ამთავრებს და გადის მე. და აი ესე რომ ჩამიარა, მეთქი ახლა რა მოხდა? ანუ ტომ ფელტო დრაკო მალფოიმ ჩამიარა და მე მოკლედ ისა და ისა სხვა მსახიობებს ვესაუბრები, მოკლედ ყველანაირი კარგი გარემოება. ახლა მივედით მომენტამდე, როცა ტომ ფელტონი მოვიდა ჩემთან. ანუ ეს ხო ჩამოიარა. თან ყველას ხო არ მოაწერს ხელს, ხო მილიონი ხალხი დგას და წინაც ძალიან ბევრი დგავართ. ამიტომ შერჩევითად აკეთებს მაგასაც. ზოგს აწერს, ზოგს არა, აი რაც შეხვდება ხელში. ანუ ვინც უფრო მეც და არ ვიცი, მოკლედ ადამიანია და რაც მოქმედებს ფსიქოლოგიურად იმას აკეთებს. მე მქონდა, ანუ ამაზე ეწერლებდნენ ხოლმე ხელს და სხვა რაღაცაებსაც, მაგრამ მე მქონდა აი ეს წიგნი წაღებული, მეთქი აი ვიცოდი რომ აი ამ წიგნზე ხელმოწერის garaში არ წამოვიდოდი. სურათისთვის არც მიმწოდებია ტელეფონი, მაგრამ გვერდზე მეთქი გოგოები, რომლებმაც მიეწოდეს ტელეფონი და რო გადაიღეს სურათში ხედავთ, რომ მე უფრო ვდგავარ ტომის გვერდზე, ვიდრე სხვა გოგოები, იმიტომ რომ ყველას იღებს და ძალიან ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ მე ერთმანეთს გადავგზავნით სურათებს, ვიდრე აი ერთ თითო-თითოსთან გადაიღოს. ხვდები, რატო უნდა გაგიშდე და გადაირიო მსახიობზე, მაგრამ ბავშვობის უსაყვარლეს ისტორიას რო ხედავ შენ თვალწინ გაცოცხლებულს ალბათ კიდევ ბევრი რაღაც თქმა მინდა მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი ჯერ მოვყევი ჩემ მეგობრებში ეს ისტორია ერთი იმას ვიტყვი რომ როდესაც პატარა ვიყავი ბოლო პრემიერა არ მახსოვს როდის გამოვიდა 11-12 წლის ვიყავი ფილმის და იქ არ ვიცი YouTube-ზე თუ საიდან გავიგე, მაგრამ გავიგე რომ ხალხი they camp out, ანუ რჩებიან კარვებში და ელოდებიან პრემიერას, UK-ში რო იყო პრემიერა. და იმ დროს ვიფიქრე რომ რა პატარა რა ცუდია მეთქი აი ისე დროს გამოდის რომ პატარა ვარ და არ შემიძლია რომ წავიდე მეთქი და მეც იგივე გავაკეთო და მეც დავინახო ეს მსახიობები მეთქი და ასე შემდეგ. და რო გავიზრდები დამთავრებული იქნება ყველაფერი უკვე რაღაც დროს ჰარი პოტერი იქნება, როდესაც მიამის თანხა მექნება თქო. და ეგ მომენტი ხო არის ადამიანებს რაღაც მომენტები გვახსოვს, რაღაც მომენტები სრულიად გვავიწყდება. ეგ მომენტი იმასაკიდან ძალიან clearly მახსოვს. და ახლა 25 წლის ასაკში, როდესაც ავუსრულე სურვილი ჩემ
ბავშვურ თავსაც და ჩემ თავსაც ახლაც ცხოვრებაში მართლა ვერასდროს ვერ იტყვი, რომ აი всё რაღაცა ეს დამთავრდა, იმიტომ რომ არასდროს არ იცი როგორ მოგიწყობს ცხოვრება, როგორ მოეწყობა ცხოვრება შენ გარშემო, აი როგორ შემოგეტმასნება, როგორ შენ თვითონ იწყობ ცხოვრებას, მაგრამ ეს გულისხმობა, აი პატარა რო ვიყავი, ხო როგორ ძალიან მინდოდა და იმ მომენტში ხო შეუძლებელი იყო, იმ მომენტში ხო აი ვერ იფიქრებდი, რომ მე ჯერ ერთი ბროდვეი შოუ გამოვიდოდა ჰარი პოტერის, მერე რომ ტომ ფელტონი ითამაშებდა აქ, მერე რომ მე ნიუ-იორკში ვიცხოვრებდი, მე აი რამდენი რაღაცა დაემთხვა და როგორ ამიხდა ეგ სურვილი. ასე რომ ცხოვრება ძალიან საინტერესოა, სურვილების სახთანა ძალიან საინტერესოა და როგორც ყოველთვის ვამბობ ხოლმე ვიდეოს დასასრულში, იოცნებეთ. აი მართლა მეგობრებო, იოცნებეთ და თუ გულით გინდა, ოღონდ აი გულით, ის კი არა რომ კაი იქნებოდა რომ გამოსულიყო. თუ გულით გინდა, აუცილებლად გამოვა ყველაფერი, აუცილებლად. არის რაღაცები, რასაც ვერ შეცვლი, მაგრამ აი არის რაღაცები, რაც აგიხდებათ, აი უბრალოდ აგიხდებათ, თუ იოცნებებთ და თუ დაიჯერებთ, რომ ის მართლა მოხდა. ახლა კი გასაგებია.